საქმე საღამოს ვაგრძელებთ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენებზე საუბრით და ერთ-ერთი პირველი სიახლე, რომელზედაც უნდა ვისაუბროთ, ის უკავშირდება ელექტროენერგიის გათიშვას, არც მეტი, არც ნაკლები. ასეთი სიახლე ჩვენ ჯერჯერობით აქამდე არ გვქონია, შეგვიძლია ვთქვათ, ამ მასშტაბის, ვინაიდან აქ არის საუბარი ორი სახელმწიფოს ფაქტობრივად სრულად გათიშვაზე თითქმის მთელი ერთი დღის განმავლობაში. ეს არის ძალიან მასშტაბური გათიშვა, რომელსაც რთულია ახსნა მოუძებნოთ და იმდენად რთული და კომპლექსური საკითხი გახდა ეს ესპანეთისათვის, რომ ესპანეთის მთავრობამ გასცა განკარგულება, რომ შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია, ვინაიდან უბრალო გამოძიება მას ვერ უშველის და საერთაშორისო დონეზე დაიწყოს ამ საკითხის გამოკვლევა. მათ შორის ესპანეთის თხოვს ევროკავშირის ჩარევას, რათა საფუძვლიანად იქნეს გამოკვლეული რეალურად რასთან ჰქონდა ქვეყანას საქმე. არ გამოირიცხება პოტენციურად გარე ძალის მიერ კიბერშეტევა. თეორიულად ეს შეიძლება ყოფილიყო მაგალითად ჩრდილოეთ კორეა ან სხვა ნებისმიერი სახელმწიფო. ასევე არის ვარაუდები დივერსიასთან დაკავშირებით, ოღონდ არა ერთ წერტილში, არამედ ქვეყნის მასშტაბით, რომელმაც თლიანად ნახევარკუნძულის გათიშვა გამოიწვია, აგრეთვე არის სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო სისტემური გადატვირთვის შედეგი. აქ საინტერესო ის არის, რომ რეალურად კომპანია, რომელიც პასუხს აგებს ელექტროენერგიის განაწილებაზე, ესპანეთის მასშტაბით, Red Eléctrica ჰქვია მას, თავადაც კი არ არის გარკვეული საკითხი და კომპანია აცხადებს, რომ მათ წარმოდგენა არ აქვს რეალურად რა მოხდა, რადგანაც ისინი პირდაპირ აღმოჩნდნენ პრობლემის წინაშე, ხოლო პრობლემა თავად რამ გამოიწვია, ანუ პროცესი საიდან დაიწყო, ეს მათთვის იყო გაუგებარი. ასევე ეს ყველაფერი არის გაუგებარი პირველადი დაკვირვების შედეგადაც, რადგანაც კონკრეტული წერტილები არ ჩანს, თუ საიდან დაიწყო რეალურად ეს პრობლემა, რაიმე აფეთქდა, დაიწვა, ჩამოინგრა თუ რა მოხდა. უბრალოდ გაუგებრად ერთ დღეს მთელ ნახევარკუნძულს გაეთიშა ელექტროენერგიის მიწოდება, რაც რა თქმა უნდა არის უდიდესი პრობლემა, რადგანაც ამან გამოიწვია ფაქტობრივად ორი სახელმწიფოს ყოველდღიური ცხოვრების დაპაუზება, ეკონომიკების შეჩერება, მათ შორის აეროპორტების და პორტების გაჩერებაც კი, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი ეკონომიკური ზარალი, ეს ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის, რადგანაც ძალიან კომპლექსური კვლევის ჩატარება იქნება საჭირო, რა თქმა უნდა ეს იქნება გამოძიების ერთ-ერთი ნაწილიც და სავარაუდოდ რომელიღაც მხარეს ამ ვიღაცას პასუხისგება აუცილებლად მოუწევს, რადგანაც მსგავსი მასშტაბის მოვლენა ჩვენ ძალიან დიდი ხანია ევროკავშირის მასშტაბით განვითარებულ სახელმწიფოებში არ გვინახავს. ევროკავშირში დავჭერთ და ესპანეთთან გადავინაცვლოთ იქვე საკმაოდ ახლოს მყოფ გერმანიაში, სადაც ცოტა ხნის წინ შეიცვალა მთავრობა. მთავრობა შეიცვალა არჩევნების შედეგად, არჩევნებში გაიმარჯვა ეს ქრისტიან დემოკრატებმა, მაგრამ არ ეყოთ საკმარისი რაოდენობის ხმები ბუნდესტაგში, ადგილობრივ პარლამენტში, რათა დაეკომპლექტებინათ მთავრობა. ამიტომაც მიმართეს სოციალ-დემოკრატებს, იგივე SDP-ს და შეიკრა კოალიცია ძალიან დიდხნიანი საუბრის შემდეგ და საბოლოო ჯამში მთავრობაც დამტკიცა. მთავრობას ხელმძღვანელობს ფრიდრიხ მერცი. ის იქნება ახალი კანცლერი, რომელიც არ არის პოლიტიკოსი, ის არის ფინანსებში, ბიზნესში და ზოგადად გლობალური კომპანიების მართვის გამოცდილების მქონე ძალიან გამოცდილი პროფესიონალი, რომელიც ამ ძალიან რთულ დროს ჩაუდგება ქვეყანას, რომელიც არის ეკონომიკური ბირთვი ევროპის ჭეშმარიტი ტიტანი, მაგრამ რომელსაც აქვს ძალიან ცუდად საქმე ბოლო პერიოდში იმ ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას ზედმეტი რეფორმის გამო, რომელიც ამ ქვეყანამ ჩაატარა და მათ შორის უცნაური გადაწყვეტილებების გამო, რომელთა დამსახურებით გერმანიისნაირი ეკონომიკა მაგალითად დამოკიდებული იყო სრულად რუსულ ენერგორესურსებზე, მანამ სანამ ომი დაიწყებოდა. მოგვიანებით ომი დაიწყო, სანქციები დაწესდა და გადაიწყო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს დაუჯდა მას ძალიან დიდ ეკონომიკურ წაგებად და საბოლოო ჯამში რთულია პროგნოზირება იმისა, რეცესიას თუ აულის საბოლოო ჯამში გრძელვადიანად გერმანია თავს მით უმეტეს, როცა საუბარი გვაქვს ჩვენ ტარიფებზე და გერმანია უმეტესწილად აწარმოებს ავტომობილებს, რომელსაც მათ შორის ძალიან დიდი რაოდენობით ყიდის ამერიკის შეერთებულ შტატებში. სულაც არ არის გამორიცხული, ადგეს რომელიმე გერმანული კომპანია და თქვას უარი ამერიკაში სულ მცირე დროებით ექსპორტზე, რაც მაგალითად Aston Martin-ის შემთხვევაში უკვე გავიგეთ, Aston Martin არ არის გერმანული კომპანია, მაგრამ პრეცედენტი ამისა შეიქმნა, ასე რომ Jaguar Land Rover-ებს ხედავთ, ვიხილებ გავსი ნაბიჯი. კი ბატონო, არც ის არის გერმანული, მაგრამ ნუ ავტომწარმოებელი კომპანიები არიან და ყველაფერი შეიძლება ერთ დღეს ადგეს Mercedes-ის და თქვას იგივე, რაც ცხადია გერმანიისთვის იქნება ძალიან დიდი დარტყმა. ფრიდრიხ მერცის გარდა გერმანიის მთავრობაში რამდენიმე ადამიანია კიდე, ესენი ძირითადად არიან ან ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანები, ან ძალიან დიდი მენეჯერული გამოცდილების მქონე ადამიანები. მაგალითად, ციფრული ეკონომიკის მინისტრი იქნება კარსტენ ვაილ
Mildenberg-ი, 55 წლის ადამიანია და Seconomy, ესეთი კომპანია არის, ტექნოლოგიური ერთ-ერთი დიდი გერმანიაში, მისი აღმასრულებელი დირექტორი იყო და ტოვებს ამ თანამდებობას იმისთვის, რომ წავიდეს მთავრობაში. აგრეთვე მაგალითად ეკონომიკის მინისტრი იქნება კატერინა რიჩი, რომელიც ერთ-ერთი დიდი ენერგოინფრასტრუქტურული კომპანიის მმართველი იყო ძალიან დიდი წლების განმავლობაში და ენერგეტიკაზე იზრუნებს სწორედ ის. ენერგეტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის დღეს გერმანიისთვის. კი, ენერგეტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმის შემდეგ გახდა, რაც რუსეთმა მარტივად რომ თქვა, შეუწყვიტა გერმანიას ელექტროენერგიის მიწოდება გარკვეულწილად, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდება, აგრეთვე ნავთობის მიწოდება და ნავთობპროდუქტების მიწოდება. საერთო ჯამში ისე აღმოჩნდა, რომ გერმანია ერთ დღეს აღმოჩნდა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე, რადგანაც ქვეყნის ყველა ინფრასტრუქტურა იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე და რუსულ ენერგორესურსებზე, რაც რა თქმა უნდა წარმოადგენდა პრობლემას. აქვე რუსეთთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო სიახლე გვაქვს, ეს უკავშირდება მის ახალ პარტნიორ სახელმწიფოს ჩრდილოეთ კორეას, რომელიც პლანეტის ყველაზე მეტად სანქცირებული სახელმწიფოა და ეს დუო განსაკუთრებით გამორჩეულია სანქციების მიმართულებით, მათ ყველა რეკორდი ეკუთვნით, რაც პლანეტაზე ოდესმე დაფიქსირებულა ასეთი შეზღუდვების მიმართულებით და ამ ქვეყნებს გასაქცევი არც აქვთ პრინციპში, მათ მოუწევთ ერთმანეთთან დაკავშირება და ეს არის ძალიან ლოგიკური, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, რაც მათ შორის ვითარდება. როგორც ჩანს, ეს ქვეყნები გეგმავენ ახალი საავტომობილო დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს მართალია საზღვარი აქვთ, თუმცა მათ შორის დაკავშირება არის ძალიან რთული, რადგანაც ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეაში ხშირად გზებიც კი არ არის გაყვანილი და ვის რას დაუკავშირდებოდა. შესაბამისად, ამ ინვესტიციის ჩადება თავად რუსეთს მოუწევს, მაგრამ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რაც იქნება საერთო ჯამში 850 მეტრიანი საავტომობილო ხიდი, ანუ მცირე ზომის ის ნამდვილად არ არის, ის გაივლის ტუმენზე, მდინარეზე და ეს საშუალებას მისცემს ავტომობილებს, რომ გაიარონ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის მიმართულებით და პირიქით. აქ ექსპერტები ვარაუდობენ იმას, რომ ამ ხიდის აშენების მიზეზი და მთელი არსი უკავშირდება ისევ და ისევ სამხედრო გადაიარაღებას და ასე ვთქვათ ურთიერთობას, ვინაიდან ჩრდილოეთ კორეა ბოლო პერიოდში იქცა რუსეთის ფედერაციის მიმწოდებლად, რაც ცოტა იყოს და უცნაურია, მაგრამ ჩრდილოეთ კორეაში ძალიან ბევრი სამხედრო პიროვნება მოქალაქე ცხოვრობს, ხოლო ქვეყნის მთავრობას მათი გაგზავნა უკრაინის ფრონტზე არ ენანება და ამ ხიდის აშენება სავარაუდოდ ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს. ხო, აქვე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა სტატისტიკა ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან დაკავშირებით და გვაქვს არასახარბიელო მონაცემები, ამერიკის ეკონომიკა შემცირდა. წლიური კლება არის 0.3%. აქ საქმე გვაქვს რასთან? რეალურად ეს უკავშირდება იმპორტის რადიკალურ ზრდას, რადგან მას შემდეგ რაც დაანონსდა რომ ტარიფები იქნება, კომპანიებმა გაზარდეს იმპორტი და შემოიტანეს რაც შეეძლოთ ყველაფერი მანამ სანამ ტარიფები ამოქმედებოდა, რათა არ გადაიხადათ ეგ გადასაღადი. ტარიფები არის საქონელი, რომელსაც ჩვენ ვაკლებთ მთლიანში და პროდუქტს, ამიტომაც მოკლედ იმდანად გაიზარდა ტარიფები იმპორტი ჯამში 41%-ზე მეტად, რომ საბოლოო ჯამში ამან გამოიწვია სტატისტიკური კლება, მაგრამ თუ ეს ის ამბავია თვითმფრინავებით რომ ახორციელებდა იმპორტს. ხუთი თვითმფრინავი ინდოეთიდან გამოასწრო დედლაინამდე, როცა იწყებოდა სწორედ ტარიფები. დაახლოებით ეს არის ოღონდ მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ ავიღოთ და საბოლოო ჯამში მოკლედ სტატისტიკურ ანომალიასთან გვაქვს ალბათ ამ ეტაპზე საქმე, რადგან იმპორტმა ჯერჯერობით გადაწონა. բայց სავარაუდოა რომ იმპორტის დინამიკა საკმაოდ რადიკალურად იქნება განსხვავებული უკვე მომდევნო კვარტლის და თვის სტატისტიკაში, რადგან უკვე ტარიფები ამოქმედდა და დაპაუზდა, მაგრამ ეს უკვე გაურკვევლობას აჩენს. მაგრამ არსებობს ვარაუდი რომ ასეთი იმპორტი აღარ იქნება. შესაბამისად შეიძლება დაუბრუნდეს ზრდის ტრაექტორია ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანში და პროდუქტი, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს ვნახოთ რა არის, იმიტომ რომ პროგნოზირება უბრალოდ წარმოუდგენელია.